მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ვაგრძელებ ჩვენ საუბრებს. ხა დღესაც ავიღე ისეთი ხელოვანის შემოქმედება და ისეთ ხელოვანზე ვილაპარაკებთ, რომელიც პირადად თუნდაც ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის, ძალიან ბევრი ადამიანისთვის განსაკუთრებული მოვლენა. თუნდაც იმის გამო, რომ მან გზა გაუხსნა ყველაზე ალბათ უნიკალურ საღებავს ზოგადად გამოყენებაში. არა, მანამდეც იყო, მაგრამ ამაზე ხეთ ჩვენ ვისაუბრებთ. ყველასთვის უსაყვარლეს საღებავს, ალბათ მეფეს საღებავთა შორის ეს არის ზეთის საღებავს. აი ამ ადამიანმა, ამ ხელოვანმა გაუხსნა გზა, ფართე გზა ფაქტიურად, რომელსაც მოგვცა ის დიდი კულტურა, რომელსაც ზოგადად მსოფლიო ფერწერა ეწოდება. მე დღეს უნდა ვისაუბრო კონკრეტულ ნამუშევარზე მართალია, მაგრამ რა თქმა უნდა, მხატვრიდან გამომდინარე, ეს არის უდიდესი ნიდერლანდელი ხელოვანი, ბურგუნდიელი ხელოვანი, ფლამანდრიელი ხელოვანი, როგორც გნებავთ, იან ვან ეიკის შესახებ საუბრობთ. და კონკრეტულად შევეხო მის რამდენიმე ნამუშევრს, მაგრამ ყველაზე მეტად ხაზგასმით შევეხები, რა თქმა უნდა, მის შედევრთა შორის შედევრს, ეს არის არნოლფინის ოჯახი. საოცარი ქმნილება. მე მქონდა ბედნიერება ამდენჯერ და ხშირად ახლოს გარიყავი და განმარტოვით გარიყავი ამ შედევრთან ნაციონალურ გალერეაში ლონდონში და სიმართლე გითხრათ, ერთი შეგრძნება მეუფლებოდა ხოლმე, რომ თვალები არ ყოფნიდა. რომ კიდევ უფრო ღრმად დავენახა, აი თვალი არ ყოფნიდა, წარმოვიდგინეთ, ზერა არ ყოფნის, რომ უფრო დავინახო, იმიტომ რომ ისეთი სასწაული, ისეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. რა თქმა უნდა, შეკითხვების ხო ორიენტელი მოდიოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ვერ ძღებოდა ჩემი თვალი და მზერა, აი იმ დამაჯერებლობით გამოსახულების სიმძაფრისაგან ვერ ძღებოდა. ეს სულსურული მქონდა, რომ მიმეღო ახალი ვიზუალური ინფორმაცია, იმიტომ რომ მაძლევდა ამის საშუალებას. ეს საოცარი ფერწერა. საოცარი ქმნილება. სხვადასხვა ტყილა არ იყო, რომ მისი თანამედროვეების და შემდგომაც მასზე ამბობდნენ, რომ იან ვან ეიქს თვალში აქვს ორი ინსტრუმენტი. ეს არის ტელესკოპი და მიკროსკოპი. პარადოქსია, ხო, თითქოს როგორ შეიძლება ტელესკოპი აჩვენებს, ასე ვთქვათ, შორს, გამჭოლ მზერას ნიშნავს, ხოლო მიკროსკოპი ნიშნავს მცირეში ხედვას. ესე იგი, როგორ აერთიანებს, როგორ ამთლიანებს, აი ძალიან მცირე დეტალს. აი ძალიან დიდ მიკროსკოპიულ ხედვას და აბსოლუტურ, აი როგორც აბსოლუტურ განზოგადებასთან, გარშლასთან. ამას ახერხებს საოცარი დამაჯერებლობით და ეს მხოლოდ იან ვან ეიქს შეუძლია. რა თქმა უნდა, მას წინამორბედებიც ყავდა, თუმცა ასეთი დონის არავინ არ ყოფილა, პირდაპირ ვამბობ მაგას და მის შემდეგაც ხო ჯარი დატოვა საოცარი ხელოვანების, აი ფაქტად არმია ამთელი და არა მარტო სხვადასხვა ნიდერლანდებში და არა მარტო ბურგუნდიაში, იტალიაშიც კი. სხვადასხვა მასთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო რაღაცას გვაწვდის. პირველი ინფორმაცია, რომელიც იყო და რომელიც ჩემთვის ხელმისაწვდომი აღმოჩნდა, ეს იყო ჯორჯო ვაზარის, აი ცნობილი ბიოგრაფოსი, არქიტექტორი, მხატვარი, სკულპტორი, რა არ არის ეს კაცი, მის წიგნში, როდესაც იგი ლაპარაკობს ანტონელო და მესინაზე, ეს არის ძალიან კარგი მხატვარი სიცილიიდან, ქალაქ მესინადან. იქ მის ბიოგრაფიაში დასაწყისშივე ანტონელო და მესინას ბიოგრაფიასთან დაკავშირებით იგი ახსენებს, რომ ანტონელო დაინტერესდაო ნიდერლანდებში გავრცელებული ახალი მასალითო მოახერხაო, ესე იგი იტალიური მოქნილობა, სიცილიური მოქნილობა გამოიყენაო და ჩავიდაო, ესე იგი ილგშიო, სადაც იმპერიაში ცხოვრობდა, ესე იგი ჩვენი გმირი ამ შევისაუბრეს იან ვან ეიკი და გამოსტყუეს საიდუმლო. არა, პრინციპში შეიძლება ასეც იყოს, რომ იმიტომ რომ მართლაც საიდუმლო იყო ზეთის საღებავი, როგორც მოვლენა და ანტონელომ იგი აითვისა და პირველმა, ვინც ჩამოიტანაო იტალიაშიო ზეთის საღებავის კულტურა, რომელთაც მე გადაირია პირდაპირ გაგებით ლეონარდო და ვინჩი, აღარ ვლაპარაკობ ტიციანზე, აღარ ვლაპარაკობ, რა ვიცი, რომელზე და რაფაელზე და ასე შემდეგ, ხო? რო ჩამოიტა, აი სწორედ ეს საიდუმლო მან ჩამოიტანა და მართლაც აი თუ გექნებათ საშუალება, რომ ანტონელო და მესინასთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია მოიპოვოთ, აღმოაჩენთ, რომ ის ზეთის მართლაც თავარი ოსტატია იტალიურ სამყაროში და საოცარი ქმნილებები დაბადა მან. სწორედ ამ მასალით. ხა რა არის თვითონ ზეთის საღებავი? ხო, ამაზე აუცილებლად უნდა შევჩერდე, მაგრამ მოდი ასე გავაკეთოთ. ჯერ პატარა ბიოგრაფიული შესავალი. იგი როგორც ჩანს, როგორც კი არა ბიოგრაფიით ვიცით, რომ დაიბადა ქალაქ მაასაიკში. ოჯახი როგორც ჩანს და საერთოდ დამახასიათებელი იყო ამ ოჯახებისთვის საერთოდ ესე იგი პროფესიული გაერთიანება, ოჯახური პროფესიული გაერთიანება თუ შეიძლება ასე ითქვას. გვარიც ისეთია ვან ეიკი, სადღაც ვან აკენთან კავშირში უნდა იყოს და შორეული გადაძახელი უნდა იყოს აუცილებლად, რა თქმა უნდა, იმ გვართან, რომელზეც უკვე ადრე ვილაპარაკეთ, როცა იერონიმუს ბოშზე საუბრობდით. ისიც ხო ვან აკენი იყო. ეს არის ვან ეიკი. ნუ ერთი სათავეა. ძალიან საინტერესოა, რომ თვითონ მასაკი პირდაპირ გაგებით მასაკი თვითონ გვარში ჩანს
ქალაქის სახელით ან ქალაქში გვარიც. თუ პირდაპირ ნიშნით მიბმულია კონკრეტულ ადგილზე. ამ ქალაქში როგორც ჩანს იყო რამდენიმე პროფესიული გილდია, უბრალოდ მხატვართა გილდია, რომელიც ასოცირებული იყო და მთლიან კავშირში იყო ეგრეთ წოდებულ მედიკამენტების მწარმოებელ აფთიაქართა გილდიასთან ეს რაღაც მიღებული იყო და ორივე მიაჩნდათ რომ ორივე ეს გილდია მიაჩნდათ ზოგადად საზოგადოებას მიაჩნდათ რომ იყო დაკავშირებული ფხვნილებთან, შეზავებებთან, საიდუმლო განზავებებთან, სითხეებთან, მასებთან, ну ძირითადად პიგმენტის დამზადებასთან და მიბმული იყო ამ საქმესთან და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კავშირში იყო რა თქმა უნდა ალქიმიური პროცესებთან, ბუნებრივია. სწორედ მისი ძმა ჰუბერტი და ლამბერტიც აუცილებელია რომ რაღაცნაირად ამ გილდიასთან კავშირში ყოფილიყო, მაგრამ მე ბევრი ძებნისგან მიუხედავად ჰუბერტზე ვერაფერი ვერ ნახე და მარტო მე კი არა ბევრი მკვლევარი ვერაფერი ვერ ნახა ჰუბერტთან დაკავშირებით, საერთოდ ლამბერტთან დაკავშირებით არის გარკვეული ინფორმაციები და არის გარკვეული ნამუშევრები, რომელსაც შეიძლება მიუთითოთ რომ ლამბერტს ეკუთვნის, მაგრამ მოდით ახლა ამას ნუ შევეხედოთ, ამაზე დროს ნუ დავკარგოთ, იმიტომ რომ რთული თემაა. თვითონ ეს ადამიანი იალვან ნეიკი გამოკვეთილი ტალანტია, იგი სულ მალე ტოვებს თავის ქალაქს, ამ შემთხვევაში მასეიქს და მოხდება, ძალიან საინტერესოა თავისთავად ვიტელსბახების კარზე. ეს არის ასეთი ბავარიის ჰერცოგები არიან იოჰანეს მესამესთან, სადაც მას მიაქცევენ ყურადღებას, მაგრამ იოჰანესის საშინელი მკვლელობის შემდეგ, რომელიც მას მოუწყეს, აი ბურგუნდიის ჰერცოგი იყო ეს ფაქტიურად ჩათვალეთ, ვიტელსბახების ოჯახი ეს ძალიან სერიოზული ოჯახი იყო და ტახტზე ადის მისი ვაჟი, რაღაცნაირად ეს ძალიან საინტერესო კაცი, ეს არის ფილიპე კეთილი, ხო, ასე შეიძლება ითარგმნოს, ფილიპე კეთილი, კეთილში უფრო კეთილი, ადის ტახტზე და სწორედ მასთან ურთიერთობაში იგი ყალიბდება პირდაპირ გაგებით, როგორც კარის მხატვრად, ეთყობა როგორც ჩანს ფილიპე მართლაც ესეთი ჰუმანისტური იდეებით ახსილი ადამიანი იყო, თან მისი გამოსახულება შემორჩენილი და მაგითხრათ რომ იგი მართლაც ჩანს დახვეწილი ადამიანია, კარგი პოლიტიკოსი და რაც ყველაზე მთავარია, უყვარს ხელოვნება და მართლაც დაინახა იალვან ნეიკში განსაკუთრებული უნარი, როგორც ხელოვანისა, როგორც მხატვრისა და შეკვეთაზე მოდიოდა და ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც ხაზი უნდა გაუსვათ. ეს ქალაქი ლილში ხდება, თუმცა იგი გადაინაცვლებს მხატვარი გადაინაცვლებს ბრიუგეში, იმიტომ რომ აქ ძალიან დიდი ასე ვთქვით საშუალებები იყო შეკვეთების შესრულების და იმიტომ რომ აქ იყო ასეთი სავაჭრო დიდი გილდიები და არტელები, სადაც შეკვეთები შეიძლება იყო ყოფილიყო და რითაც დაფინანსდებოდა მისი არაჩვეულებრივი ხელოვნება და ამას აკეთებდა კიდევ მას, მაგრამ ეხლა მე ისე დაუბრუნდები ფილიპე კეთილის გადაწყვეტილებას, რომ აი უდიდესი როლი ითამაშა ფილიპეს საქმიანობაში, პოლიტიკურ წარმატებაში, თუ წარმატებად ჩავთვლით მის ცხოვრებას და შეიძლება ასეთ ჩავთვალოთ, უდიდესი როლი ითამაშა სწორედ იალვან ნეიკის ჩართულობა. მე ხა მკითხავთ რაშია საქმეო, რა ჩართულობაზე ლაპარაკიო. იგი ხდება მისი პირდაპირ გაგებით ელჩი, აგენტი და რეზიდენტი. აი როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ. პირდაპირ გაგებით იგი არის მის კარზე ლილში წარმოადგენს მის აგენტურას სხვადასხვა ქვეყნებში. იალვან ნეიკი იწყებს მოგზაურობას საფრანგეთში, ინგლისში, პორტუგალიაში, არის ინფორმაცია რომ ხო, ესპანეთში არის ინფორმაცია რომ საერთოდ სამხრეთში თვით იერუსალიმამდეც კი ჩავიდა, ну ეს ბოლომდე დადგენილი არის, კონსტანტინოპოლზეც არის ლაპარაკი, მაგრამ ეს ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ რეალურად აი ეს პირველი 3-4 ქვეყანა რომელიც დაგისახელეთ, ხაზგასმით არის რომ იალვან ნეიკი ასრულებს საიდუმლო მისიას, გარკვეული თვალსაზრისით ესეთი რეზიდენტურის მისიას ასრულებს როგორც აგენტი და წარმომადგენელი ინფორმაციის მომტანი, ესე იგი თავისი ჰერცოგის კარზე და ამას აკეთებს ძალიან მაღალ დონეზე, როგორც ჩანს მისი თქვათ დახვეწილი მანერები, მისი საუბრის საოცარი ტექნიკა და დიპლომატიური უნარი, განსაკუთრებით მომხიბვლელი იყო კარისთვის და თამითმეტ როცა ასეთი დიპლომატი ჩამოდის, ხო ასეთი გენიალური ადამიანი ჩამოდის და თან ჩამოგს მასალები სწორედ ისეთი მასალები, რომელთაც მას შეუულია პორტრეტი შეასრულოს, ან შეასრულოს რავიმე ასეთი რელიგიური ტიპის ნაწარმოები, აი როგორცაც ახლა ჩვენ კი ამას შევეხებით, მე ანდერს ბილდერს ეძახდნენ მაშინ იმ პერიოდში ეს არის თაყვანისცემის ობიექტი, თაყვანი ხატი ჩვენებური გაგებით, ასე ფაქტობრივად ან კარედი, ან ლოცვანი ასეთი, ესე რეალურად ეს ადამიანი განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა ამ კარზე, სადაც ჩადიოდა ხოლმე ჩვენი მხატვარი და ამავე დროს ასრულებდა საიდუმლო მისიას. ასეთი არაჩვეულებრივი საიდუმლო მისია მან შეასრულა მითხარით საფრანგეთში და განსაკუთრებით საინტერესო იყო მის მიერ ჩატარებული მისია და მოქმედება პორტუგალიაში.
დიახ, მხატვარი, აგენტი მხატვარი, წარმოადგენელი თავისი ჰერცოგის კარისა, ჩადის პორტუგალიაში და ასრულებს პორტუგალიის პრინცესას, ესე იგი ეს არის ძალიან საინტერესო პორტრეტს, ესე იგი სამწუხაროდ ეს პორტრეტი არ შემოგვჭა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ამ პორტრეტმა გარკვეული შთაბეჭდილება მოახდინა, იმიტომ რომ ჩამოიტანა ეს უკან, ეს იზაბელა პორტუგალიელზე ელაპარაკე, რომელიც მართლა გახდა შემდგომ ფილიპე კეთილის მეუღლე და საინტერესო ის არის, როცა ჩამბრძანდება ჩვენი მხატვარი პორტუგალიაში და იზაბელას პორტრეტს ასრულებს და როდესაც ნახავენ მის არაჩვეულებრივ გამოსახულებას და აღტაცებულია მთელი კარი, ახლა ასეთი არაფერი არ უნახავთ. ხალხო, ეს არის 1400-იანი წლების დასაწყისი. ეს კი მე-15 საუკუნის პირველი ნახევარია, ხო? წარმოუდგენელია. ასეთი დონის პორტრეტი ასეთ სოფლიოში არ კეთდება, საერთოდ მხატვრობა არ კეთდება, როცა უნდა მიიღონ პასუხი ამ მოლოდინის რეჟიმში გიჩი გადმოდის ესპანეთში და სანტიაგო დე კომპოსტელაში ეს ცენტრალური ევროპაში ალბათ ცენტრალური სალოცავი ადგილია, სადაც მიდიოდნენ ხოლმე სწორედ პილიგრიმები ესე მოსალოცად, სწორედ აი აქ ჩამოდის და აქ ატარებს იმ დროს მოლოდინის რეჟიმშია, რომ მიიღოს იზაბელასგან, ესე იგი თანხმობა, არა იზაბელასგან, არამედ სახელმწიფოებრივი შეთანხმება შედგეს და სწორედ აქეთი ასეთი ისტორია ძალიან საინტერესო, იგი აქ გაიცნობს კასტილიის მეფეს, ესე ხუან მეორეს კასტილიელს, ფაქტიურად ხა ესპანეთის გაერთიანების თავარი შემქმნელი იდეის შემქმნელი ვინც არის და ამავე დროს გაიცნობს გრანადის მეფეს მუჰამადს. ესე იგი ძალიან მნიშვნელოვანი გრანადა მოგეხსენებათ, იგი მაშინ ჯერ კიდევ მუსულმანებს ეკუთვნოდა და სწორედ აი ეს ადამიანი აქაც ახერხებს რაღაცა პოლიტიკური დიპლომატიური სულების მოგვარებას. სამოდგინე ერთხელ მუჰამადს ხდება, მეორე მხრივ კასტილიის მეფეს. და აი როგორ ახერხებს ამ საუბრებს? დარწმუნება იქ პორტრეტებსაც დახატავდა, დარწმუნებული ვარ იმით, რომ ეს წარმოუდგენელია. ხადახან რომ ფიქრობ ხომ რა არის, ხა საიდან ეტეოდა მის თვინში აი ესეთი დიპლომატიური უნარები, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ ეს ახერხებს და ის კი არა და სულ რაღაცა ნახევარ წელიწადში თანხმობას იზაბელა პორტუგალიელიდან იღებს თანხმობას და დიდი სამით მოუძღვება ბრიუგესკენ, მოუძღვება აი ამ ქალბატონს, იგი დედოფალს, მის დედოფალს მოუძღვება ესე იგი ქალაქში, შემოდიან ესე იგი სწორედ ერთ-ერთი დამბით შემოდიან ამ ქალაქში და გადასცემს დიდი სამით თავის ესე იგი ბატონს დედოფალს ეკა ცოლს მეუღლეს გადასცემს. სწორედ თან ამავე დროს ეს ნამუშევარი მის შესრულებული პორტრეტი უკვე დიდი ხნის ნანახი ქონდა და მოწოდა კიდევაც ფილიპეს. ასე რეალურად მე ოჯახთან ერთად უკვე ძალიან დაახლოებულია თვითონ თავის ჰერცოგთან, ის კი არა და შვილს მოუნდა კლავს, უფროს ვარს მოუნდა კლავს ჰერცოგი და ასე შემდეგ და თან ყოველი აი ამ ყველა ამ შეხვედრის შემდეგ და ამ ურთიერთობის შემდეგ და ამ მოგზაურობის შემდეგ გაათმაგებული ჰონორარები და შემოსავალი ეძლევა. ნუ ფაქტობრივად იმდენი რომ აი ბედნიერად ცხოვრობს. თან როგორ ახერხებს ყოველდღიურ მუშაობას ფაქტობრივად წარმოუდგენელია, თუნდაც ის რომ მაგალითად ქალაქ ტურნეში მაგალითად არის ასეთი ქალაქი, სწორედ აი ბრიუსელთან საკმაოდ ახლოს, მას მოუწყობენ მხატვართა გილდია მოუწყობს დიდ ბანკეტს. რომელსაც ესწრებია როგერ ვან დერ ვეიდენი და რობერტ კამპენი. ახლა მეგობრებო, მე ალბათ რობერტ კამპენზე არ ვიცი როგორ მოვასწრებ, მაგრამ დღეს არა რა თქმა უნდა, მაგრამ როგერ ვან დერ ვეიდენზე აუცილებლად შემდგომ ვისაუბრეთ. ეს უდიდესი მხატვრები არიან და აი ამ დიდ ბანკებზე გამოაცხადებენ ხმამაღლა მთელის, თან გადაცემენ ვერცხლის თასს, როგორც უდიდეს ხელოვანს და ეს ფაქტია დაფასებულია როგორც პოლიტიკურად, ფინანსურად ხო ძალიან წარმატებულია, მაგრამ პროფესიონალთა წრეში აი საოცარი ავტორიტეტით სარგებლობს. რა არის ამ ავტორიტეტის საოცარი გამოვლენის ესე იგი ეს ძირითადი არსი, საიდან მოდის ეს ყველაფერი? პირდაპირ გაგებით რა თქმა უნდა ეს მის მხატვრობაშია და მის იმ საიდუმლო ხერხსა და მეთოდში, რომელიც მან აქცია თავის ძირითად კოზირად თუ შეიძლება ასე ვთქვი, ეს არის ზეთისაღებავი. ეხლა რა თქმა უნდა, კი ამბობს ვაზარი რომ ზეთისაღებავი ამ ადამიანმა იანვანე იქმა მოიგონა, მაგრამ ეს მასე არ არის, ეს დენი დიდროსაც მასე ეგონა სხვადასხვა და ბევრ სხვა მკვლევარსაც, მაგრამ აი ლესინგმა, ამ საოცარ გოთქარდ ეფრაიმ ლესინგმა თავის შესანიშნავ ესეში, რომელიც ეძღვნებოდა ზეთისაღებავს, მან დაამტკიცა, რომ ზეთისაღებავი მანამდეც იყო, გამოიყენებოდა ძალიან ბევრ სხვადასხვა სიტუაციებში, განსაკუთრებით გამოიყენებოდა, თქვათ აი ხის ქანდაკებების დაფერვის დროს და მოგეხსენებათ ხეზე კვეთა ჩtildeოურ ეს გოთიკურ რენესანსში და მანამდეც შუა საუკუნეებში
გამოიყენებოდა დაფერილი, მოოქროვილი დაფერილი, ან დაფერილი ზედაპირები ზეთოვანი საღებავით. ზეთი, როგორც პიგმენტის გამხსნელი და დამჭერი საკმაოდ კარგი იყო და მოქმედი იყო, გვიანშრებოდა და გადამუშავების საშუალებას იძლეოდა. ისე ფაქტობრივად თუ ტემპერა მალე შრება, კვერცხის გულზეა ხო გახსნილი, ან წებოზე დამზადებული ტემპერა ხო, რომელიც თითო წყავის მოხარშვის შედეგია, მალე შრება და ხმელია ცოტა მშრალია. ზეთის საღებავი დიდხანს შრება, თან შეგიძლია გამოიყენოს სხვა გამხსნელები, სხვა სკიფიდარები, ყველაზე მეტია ლაკები, რომელიც კეთდება, ხა ტყეებია ხო გარშემო, ბურგუნდია და გერმანია მოგეხსენებათ რა არის და რამდენი ნაძვი და ფიჭვი იზრდება და იმას ხო ფისი გადმოდის, აი სწორედ იქით ამზადებოდა საოცარი ლაკები, იმეთი გარევა შრობადობის პროცესს ანელებდა, ან აჩქარებდა, როგორ გინდოდა, უნდა დაგეყენებინა. თალამამე დროს გაძლევდა საშუალებას საღებავი ყოფილიყო გამჭვირვალე. დიახ, იმიტომ რომ მან აღმოაჩინა იანვანა იკმა, რომ ყველაზე გამჭვირვალე საღებავი ჩემო ძვირფასო მეგობრებო არის ზეთი. ეხლა რო დავსვა შეკითხვა ყველაზე გამჭვირვალე საღებავი რომელია, დარწმუნებული ვარ თქვენგან 11% მაინც მეტყვის აკვარელიო. არა, მეგობრებო, აკვარელი ყველაზე გამჭვირვალე საღებავი, ამიტომ წირდება ამდენი წყალი. ყველაზე გამჭვირვალე საღებავი, რა თქმა უნდა, არის ზეთის საღებავი. გაძლევს საშუალებას გადამფარავი მონასმები და გადამფარავი ერთმანეთში გამავალი, ეგრეთ წოდებული ლესირებები აკეთო და სიღრმე შექმნა. ესე მიკროკოსმის შექმნა. ეს მან გააკეთა. მან სწორედ ისაც, აი მაგალითად წარმოგიდგენთ ვიტრაჟებს როცა აკეთებდნენ ძველ გოთიკურ და შუა საუკუნეების ტაძრებში, ვიტრაჟები, მე ვისაუბრეთ ჩვენ აუცილებლად ვიტრაჟის კულტურაზე და საოცარ კულტურაზე, რომელიც ბუნებრივია ჩრდილოეთის ქვეყნებში და სამხრეთში საკმაოდ გავრცელებული იყო და საკმაოდ ძალიან გავრცელებული იყო და მას ფილოსოფიურ, რელიგიურ, თეოლოგიური დანიშნულება ჰქონდა. ზოგადად ამ კუთხით ძალიან ბევრი თემი ვერ ახერხებდა ვიტრაჟი გაეკეთებინა მინის, იმიტომ ძალიან ძვირი იყო. ამიტომ ხშირად იყენებდნენ ზეთოვან საღებავს. უსვამდნენ ან ქაღალდის ფაქტურის რაღაც მასას, რომელიც გამჭვირვალებას ინარჩუნებს. ქაღალდი დროთა განმავლობაში კი ფუჭდებოდა, მაგრამ რეალურად რამდენიმე ზამთარს ხო გადაიტანდა და თან ბევრად იაფი იყო. ან კიდევ იგივე დაუფარავ მინას, რომელშიც ფერი არ იყო შესული, როგორც შეხარშული შიგნით ფერი არ იყო, ხო უნდა ჩაეხარშათ ფერი, რომ ვიტრაჟება რა არის, ეს ხო არის ფერადი გამჭვირვალე აგური, რომელიც ფერით არის დაფარული, ხო მასია შიგნით პიგმენტია შესული, იფარებოდა ხოლმე ზეთოვანი მასით, რომელიც ზედაპირზე კი იყო, მე მუქდებოდა, ჩამოიფხიკებოდა და მე თავიდან, მაგრამ ბევრად იაფი იყო, ბევრად ვიდრე აი ეს კლასიკური ვიტრაჟი, რომელიც ჩვენ შარტში ვიცით, ან რომელიც ვიცით თქვა იგივე სენდენიში ან თქვა ბოვეში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ესე რომ რეალურად საქმე გვაქვს ძალიან დიდ მოვლენასთან, აი გარღვევასთან, აი ეს საღებავი, რომელიც გამოიყენებოდა ესე სულთა პრაქტიკული თვალსაზრისით, თქვა ხეზე კვეთილი ნამუშევრების დასაფერად, თქვა, ან თქვა ცრუ ვიტრაჟების გამჭვირვალების მისაღწევად, ცრუ ვიტრაჟების, ამ ფსევდო ვიტრაჟების, როგორც გინებავთ, ხო? ეს ყველაფერი მან გადმოიტანა ხის დაფაზე. ხის დაფაზე გამჭვირვალებას შეძინა. ეხლა ესე პატარა ესეთი პოეტური გადახვევა მინდა გავაკეთო, იმიტომ რომ აუცილებელი ამას შევეხოთ. აი, როდესაც მე ვადარებ ხოლმე, მიყვარს ხოლმე მუსიკალურ ინსტრუმენტებთან, რომელიმე ტექნიკური საშუალების შედარება მხატვრობიდან. აი, თქვა, ჩემთვის მაგალითად აკვარელი ეს არის კლავესინი. თავისი დიაპაზონი მცირეა, ამიტომ რეგისტრების შენ უნდა ამუშაო, ხო? თქვა, აი, ალფრესკო, ფრესკა, ხო, ჯორნატა, ხო? ეს არის ორღანი. როგორც ასეთი, იმიტომ იქ თუ სტიკია ჰაერის ამუშაობს, ხო? თამთელი მუშაობა ფეხები, ხელები მუშაობა რეგისტრებს ამუშავებ, თუ კლავიატურა მრავალფეროვანია, ხო? მაგრამ დიაპაზონი პატარაა, ამიტომ მაგრამ მასშტაბი კი დიდია და ამიტომ უნდა ამუშავა აი ამ ჰაერის სტიკით. მხატვრობაში ალფრესკოც მასია, ხო? დიაპაზონი მცირეა, მაგრამ უნდა ამუშაოს სამსველია, წყლის სტიკია, იქ ჰაერი აქვს, წყლის სტიკია. აი, რა ინსტრუმენტთან შეიძლება დავაკავშიროთ ზეთის საღებავით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო? პირდაპირ ვამბობ, ეს ინსტრუმენტი მუსიკოსებმა ჩვენთან შედარებით, მხატვრებთან შედარებით, მხოლოდ 2 საუკუნე ნახევარი 3 საუკუნის შემდეგ შექმნეს. მას ქვია ფორტეპიანო.